საქართველოში ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორის წილი მთლიან შიდა პროდუქტში სტაბილურად 6-7%-ის ფარგლებშია, რაც გალთან თაგართის კვლევის თანახმად განვითარებული ლოგისტიკური ჰაბების მაჩვენებელს ჩამორჩება და ზრდის პოტენციალზე მიუთითებს. Როგორია სექტორის ბრუნვის დინამიკა და რამოცულობის ინვესტიციებს ახორციელებენ კომპანიები ახალი სასაწყობე სივრცეების მოწყობაში. თემის დეტალებით ქრისტინა გამთენაძე გვერდება ბიზნეს პარტნიორის ეთერში. მაია, გამარჯობა. გალთან თაგარტის კვლევის თანახმად ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორის შემოსავლები გასულ წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2025 წლის მონაცემებით სექტორის ბრუნვა თითქმის 11.5 მილიარდ ლარს აღწევდა. აქტივობა ძირითადად თბილისში, ფოთსა და ბათუმში ფიქსირდება. თბილისში საწყობების მიწოდების ზრდის ტემპი 2024 წლიდან დაჩქარდა, თუმცა ჯამური მიწოდება ევროპის ქალაქებთან, მათ შორის მადრიდთან, ვარშავასთან, პრაღასთან შედარებით კვლავ დაბალ ნიშნულზეა. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში 2024 წლისთვის საწყობების მხოლოდ 12% აკმაყოფილებდა A-კლასის სტანდარტს, რამაც 2025 წლიდან დიდი საწყობების მშენებლობის ტემპი მნიშვნელოვნად დააჩქარა. საინვესტიციო ბანკის პროგნოზით 2027 წლისთვის მთლიან საწყობებში მაღალი კლასის წილი გაიზრდება და 31%-ს მიაღწევს. ამ ნაკლებობას, ასე ვთქვათ, მიწოდების ჯერ კიდევ ხედავთ, მაგრამ წიնում გავიხედოთ 2027 წლის ბოლომდე დაახლოებით 31%-ით იზრდება მიწოდება სასაწყობე მეურნეობების ბაზარზე. თუმცა ერთი აღსანიშნავი ტენდენცია არსებობს, რომლის მიხედვითაც 70% ამ სასაწყობე მეურნეობების, რომელიც ბაზარზე შემოვა, შენდება საკუთარი დანიშნულების, საკუთარი მოხმარების დანიშნულებით და არა იჯარად გაქირავების დანიშნულებით. თბილისის მასშტაბით სამი ყველაზე ცხელი წერტილი გვაქვს. ერთი არის სამგორის ლოკაცია, მეორე კი თბილისის შემოსასვლელები. ერთი მხრივ ნატახტრის, მეორე მხრივ გარდაბნის მხარეს. რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით, თბილისთან ერთად ასევე საპორტო ქალაქებშიც მნიშვნელოვანი არის სასაწყობე ინფრასტრუქტურა. ბათუმში გვაქვს დაახლოებით 340,000 კვადრატული საწყობები, ფოთში 170,000 კვადრატული საწყობები და ფოთში უფრო მეტწილად საერთაშორისო ტვირთებს ემსახურება ეს საწყობები და ძირითადად საბაჟო სტატუსისა. ბათუმში იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობაც დიდია, ეს საწყობები ნაწილობრივ საერთაშორისო ტვირთებს, ნაწილობრივ კი ადგილობრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ემსახურება. საწყობებზე მოთხოვნის სწრაფმა ზრდამ იჯარის ფასების მნიშვნელოვანი მატებაც გამოიწვია. შედეგად თბილისის სასაწყობე სივრცეებში ქირის ღირებულება სხვა ქალაქებთან შედარებით მაღალია. ქირის ფასების მატების ფონზე საინვესტიციო ბანკის შეფასებით 7,000 კვადრატულზე მეტრი სასაწყობე სივრცის საჭიროების შემთხვევაში კომპანიებისთვის საკუთარი A-კლასის საწყობის მშენებლობა მიმზიდველი და ფინანსურად ხარჯეფექტური გახდა. შედეგად კომპანიები ამ მიმართულებით საკმაოდ აქტიურობენ, თუმცა A-კლასის საწყობების მშენებლობის დროს ხშირ შემთხვევაში უცხოელი სპეციალისტების ჩართვის საჭიროება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. იჯარის ფასებმაც ზრდა 2022 წლიდან დაიწყო და 22-დან 25 წლის ბოლომდე დაახლოებით 60%-ით არის გაზრდილი. 2025 წელს ახალ კონტრაქტებში საშუალო იჯარა დაახლოებით $6.3 იყო. თუმცა კლასების მიხედვით აქ განსხვავებული სურათი გვაქვს. თუ შევხედავთ მაგალითად B და C კლასის საწყობებს, აქ $4-5 ფარგლებში მერყეობს იჯარა, თუმცა მაღალი A და A- კლასების საწყობებში დაახლოებით $7.5 არის ეს ნიშნული. დღევანდელ დღეს ჩვენ მართავთ თბილისის მასშტაბით 35,000 კვადრატ სასაწყობე მეურნეობებს A-კლასს, რომელიც არის წარმოადგენილი როგორც საბაჟო, ასევე არასაბაჟო და სექტემბერში უკვე გავუშვათ ფოთში საბაჟო ტერმინალს მულტიმოდალურს. ძირითადად ჩვენ მემსახურებით სატრანზიტო ტვირთებს, საერთაშორისო კომპანიებს, თუმცა მათ შორის ყავს ადგილობრივი კომპანიები, რომელთაც უღირთ რომ აუთსორსზე გაიტანონ ეს სერვისები, ვინაიდან ზედმეტი თავის ტკივილი და ბევრი პრობლემის მოგვარება შეუძლია ჩვენი მეშვეობით. გამოწვევები არის ის, რომ ბუნებრივია ამ მასშტაბის პროექტები საქართველოში ადრე არ განხორციელებულა. შესაბამისად ეს ყველაფერი საჭიროებს სწორ ლოგისტიკურ ექსპერტიზას, სწორ დაგეგმარებას და ამის საფუძველზე უკვე ეფექტიანი და პროდუქტიული პროექტების განხორციელებას. რაშიც ბუნებრივია არის გარკვეული საერთაშორისო ცოდნის იმპორტის საჭიროებას, რომელიც ხშირად ხდება, თუმცა ადგილზეც უკვე არსებული კომპანიები უზრუნველყოფთ იმას, რომ ეფექტიანად განხორციელდეს ინდუსტრიული პროექტები.
კალთენტ თაგარტის პროგნოზით 2027 წლისთვის თბილისში საწყობების 36% კომპანიებს საკუთარი მოხმარებისთვის ექნებათ აშენებული, 64% კი გასაქირავებლად. მადლობა, კრისტინე გამთენაძე საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის ეთერში.